მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია გადაცემა პოსტსკრიპტუმი დავით კიკალიშვილთან ერთად 2 წუთში თქვენ ნახავთ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია გადაცემა პოსტსკრიპტუმი დავით კიკალიშვილთან. დავით, ეთერში ხარ. ძირფასო მეგობრებო, საღამოს მშვიდობისა. თუ შეიძლება რომ აი შრიფტი რომ ოდნავ რომ გაავზარდოთ, იმიტომ რომ თვალები ცოტა ძალიან მოპრუჭული მაქვს. აი ოდნავ ცოტა კიდე. ბევრია, ცოტა დაუყელი. აი ცოტა. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში თქვენ ნახავთ. რით შეუტია ამერიკამ საქართველოს და რით აპირებს ის ქართველობის წართმევას და რით გადაგვაგვარებს დონატი უბრალოდ ტკბილეული თუ მრგვალი და გახრეტილი დივერსია. ეხლა კი ჩვენი კორესპონდენტი ჩაგვერთვება ადგილიდან. დავით არ მესმის, ყურში არ მესმის, დავით. ფეხი და აი დიახ, ახლა მესმის. მოკლედ ჩვენ ახლა ვიმყოფებით დონატებთან, სადაც არ წყდება ხალხის რიგი და მე ახლა გავესაუბრები ერთ-ერთ მოქალაქეს. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? ესე იგი, ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთი წუთით რა, ვიცი, ნორმალურად. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში გამოჩნდა დონატები. აი უკვე მესამე დღეა რიგში ვდგავარ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ვიცი როცა იქნება მომიწევს რიგი და ავიღებ რა. უკვე მესამე ვიცი ცოტა ნორმალურად. 3 დღეა უკვე აკყრივართ უპატრონოთ მშივრები. გარში, ყინვაში, სიცივეში, მაგრამ ვიცი რომ აგვდგავარ ჩემი შვილების და ოჯახისთვის და როცა იქნება ავიღებ და თვითონ შამფურდონად მაინც მიუტან ჩემ შვილებს სახში და ნორმალურად. აი დიახ, მადლობა და ჩვენ ახლა გავესაუბრებით ერთ-ერთ ქალბატონს. გამარჯობა. თქვენც ასე ძალიან გიყვართ დონატები, რომ ამდენი ხანიათ გახართ რიგში. მე საერთოდ არ ვიცი რა არის დონატი, მაგრამ მე ვდგავარ აქ იმის გამო, რომ სადაც ჩემი ერი და სადაც ჩემი ხალხი დგას, მე ყოველთვის იქ ვდგავარ. ყოველთვის ასე ვარ მიჩვეული მიტინგები. გასაგებია, მადლობა და აი ახლა ამ წუთებში უკვე მოიტანეს დონატები და ჩვენ ვხედავთ მოქალაქეს, რომელსაც გამოაქვს დონატები და ამ კადრებს შემოგთავაზებთ თუ კომენტარով. დედა იქნებია. სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება და ჩვენ დაგიბრუნდებით უახლესი ინფორმაციით დავით. ახლა კი ცოტა ხნით გავერიდოთ ამ ქაოსს და გერმანიაში ვიმოგზაუროთ. უახლესი ავტომობილების გამოფენას დავესწროთ. პოსტსკრიპტუმის ექსკლუზიური სიუჟეტი მიუნხენიდან. დღეს მიუხედავად ავტოჰაუსი ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების გამოფენას მასპინძლობს. დღეს შევარჩიეთ რამოდენიმე ავტომობილზე ჩვენ ყურადღება, რომელიც ალბათ საინტერესო იქნება ქართველი ძღოლებისთვის. მაგალითად ეს ავტომობილი, რომელსაც ხედავთ კაცი, როგორც ვიცით, გამოირჩევა საკმაოდ დიდი ტევადობით. ჩვენ შეგვიძლია უხეცად დავათვალოთ მისი ვიზუალური მხარე და რაც შეეხება გათვლია როგორც ასე საოჯახო ავტომობილი, ძალიან კარგია, როგორც გითხრეს, ამის შექმნილება, ან ასევე ძალიან კარგია უბნის საძმაკაცოს გამოსაზამთრებლად, ასევე რამდენად კომფორტულად ხართ ავტომობილში და რამდენად გასაგებია, მადლობთ. დაგეხმარებით, კი ბატონო. მადლობთ. ბევრი ვერაფერი გავიგეთ ავტომობილის შესახებ, ამიტომ ვეცდებით გავესაუბროთ
სარეკლამო სახეს და PR მენეჯერს მიუხედავად auto houses ქალბატონ Fräulein Helgas Hola Fräulein und einen Maxbusiness von der Auto Houses das in München an den Spazienwagen Dieses Auto zeichnet sich mit hoher Qualität und Flexibilität ist sehr komfortabel. Mit dieses Auto Sie können auf eine Party gehen und auch außerhalb der Stadt spazieren. Fräulein Helgas, გეუბნება რომ ძალიან მოხარულია რომ დღევანდელი Auto Houses გამოფენა მასპინძლობს ძალიან ბევრ სტუმარს მოხარულია რომ რუსთავი როს დღეს აქ არის ამ ჩამოგიყვანოთ ამ შორეზე თქვენ რა გითხარით თქვენო ასე შეგვამკო და დღეს მაქვს ბედნიერება რომ დავტესტო ეს არაჩვეულებრივი ავტომობილი როგორც ხარ ავტომობილი მზადყოფილაშია ნახოთ რა გამოგვივა ასეთი საინტერესო მოგზაურობის შემდეგ ისევ შინ დაუბრუნდეთ რუბრიკაში საქართველოს უნიკალური ადგილები. დღეს სოფელ წოდორეთს გავიცნობთ. რით გახდა ეს სოფელი ცნობილი და როგორია მისი ისტორია როგორია წოდორეთის ისტორია და როგორ იბრუნებს ძველ დიდებას. უსქირეთ წოდორეთული რენესანსი პოსტსკრიპტუმში. ეს სოფელი წოდორეთია, ყველასთვის ცნობილი და საოცნებო წოდორეთი. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, ამ სოფელს მისი სახელი ცნობილი მეთევზის და პუბლიცისტის მალხას წოდორის საპატივცემულოდ ეწოდა. აქ ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი შეხვდებით. ძირითადად უცხოელი ტურისტებით საზრდოობს სოფელი წოდორეთი. სოფელ წოდორეთში თითქმის ყველა სიტყვა წზე იწყება. წერო, წებო, წარბი, წამალი, წიწილა. თქვენ წარმოიდგინეთ წამ და უწუმაც კი. როგორც აღმოჩნდა, სოფელში უხუთესი ქალბატონი ცხოვრობს. 96 წლის ჯენიებებო, ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც უძველეს წოდორეთულად ლაპარაკობს. გამარჯობა ჯენიებებო. როგორ ბრძანდებით? Გაცა მაწარჯო წობაცა შუწილობო. კაცაკაცაკაცაკ, ცოტა-ცოტა. დამენალი გაფტენსიას ვებგოთ. რაცა დროწოს პეცენსიტია წაწარიწი შვიწილოცო. აწაბაცა აცა თიცილა წარიწის გაწაზატარდეტეს პეცენსიტიაცა. რაცა შიწი დაცა უწუნდაცა გვეწე ყოცოფოთოს. აცა თიცილა წარიწი. აწარაცა ფეცერშიცი. კარგით, ეხლა მაყურებელმაც რო გავიგოთ და ჩაულებრივ ენაზე რა ვისაუბროთ. როგორც ჯენიებებო დაგვირდა ის ტრადიციულ წოდორეთულ ღვეზელსაც გაგვასინჯებს. როდის დავაგემოვნებთ, შევძლებთ დაგემოვნებას ამ ტრადიციული კერძის ჯენიებებო. სულ მალე იქნება შვილომზად. ეხლა რას აკეთებთ? ეხლა უნდა გამოვაცხო ღვეზელები, კარტოფილის უგემრიელესი და სულ მალე გაგასინჯებთ. კი ბატონო, და ახლა რა პროცესი მიმდინარეობს ამ გამოცხოვად? ეხლა უკვე ვზილავთ ცომს, ვზილავთ და შევდებთ ღვინოში. მაგრამ მხოლოდ ფქვილი რო წყალი არ ჭირდებათ? შვილო, წყალი და კაი ცხოვრება სად არის? რაც ამ სოფელში დავსახდე, იმის მერე წყალი არ მინახავს თვალი. და რა ვიცი, ესეთი გემრიელია. ნახავთ თქვენ. კარგით, ჩვენ უკვე დავაგემოვნებთ სულ ცოტა ხანში უგემრიელეს წოდორეთულ ღვეზელს. არ შეიძლება სოფელ წოდორეთში მოხდა და მისი ღირსშესანიშნაობა არ მოინახულო, რომელსაც სოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ამ ყველაფერს მყრალი კაცის მუზეუმი ეწოდება. ჩვენ შევეცდებით ახლა მაყურებელს დავათვალიერებინოთ ეს ყველაფერი. გამარჯობათ. შეიძლება მუზეუმი დავათვალიეროთ? წადი თქვენი კაცო. მუზეუმი. გადი. კამერი. ოი, აკაღაკაკინა ხოშული თქვენი.
ეს იყო დღევანდელი ამის პოსტსკრიპტუმი, ეს მომავალ კვირამდე გემშვიდობებად. კარგად ბრძანდებოდეთ. ერთი კვირა მოსულა.